მოგესალმებით, მეგობრებო, თეონა რუსუდან, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ჩვენს შემოერთებულ დამსწრეებს მივესალმები ასევე. მადლობას გიხდით პირველ რიგში ჩვენს ვებინარზე შემოსვლისთვის. გაგეცნობით, მე ვარ ნინო კვენცაძე, ACT-ის ბიზნეს ანალიტიკოსი და ჩვენთან ერთად დღეს შეხვედრაზე არიან რუსუდან თელია, ACT-ის დამფუძნებელი, ორგანიზაციის ფსიქოლოგი და მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტი და თეონა კუპატაძე, ACT-ის სენიორ მენეჯმენტ კონსულტანტი, ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. დღევანდელი ჩვენი ვებინარი შეეხება მენტორობის პროგრამას და ზოგადად მის მნიშვნელობას და დანიშნულებას ორგანიზაციაში. თეონა და რუსუდანი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ამ მიმართულებით და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გარდა იმ საკითხებისა, რასაც თეონა და რუსუდანი შეეხებიან, თქვენ დამსწრეებს გაქვთ საშუალება, რომ ჩვენს Zoom-ის ეს პანელზე ქვემოთ არის Q&A, ესეთი სექცია, კითხვა-პასუხი, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვები დაგვიტოვოთ მენტორობის პროგრამასთან დაკავშირებით და შეხვედრის მეორე ნაწილში, როცა უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, უკვე გავაჟღერებთ ამ კითხვებს და ჩვენი მომხსენებლებიც შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად ამომწყროვე პასუხი გაგცეთ. იდეაში, ხო, ხანგრძლივობას რაც შეეხება, ვახსენეთ, რომ საშუალო ორიენტირი გვაქვს 40 წუთი, გააჩინა მიმდინარეობა როგორ წავა. და მე მგონი იდეაში შეგვიძლია დავიწყოთ. პირველ რიგში მაშინ თეონა, შენ მინდა მოგმართო ესეთი კითხვით, ჩვენი მონაწილეებს რომ კარგად გაერკვნენ ზოგადად რაზე ვსაუბრობთ, მენტორობის სისტემით დავიწყოთ, რას გულისხმობს ეს სისტემა და ზოგადად კომპანიებისთვის რატომ არის ღირებული, რა სარგებელს უქმნის, ასე ვთქვათ. მადლობა ნინო, მადლობა დამსწრეებს რუსუდან. მოგესალმებით. დავიწყოთ მთავარი ესე ვთქვათ კონცეპტით, რა არის მენტორობა. მენტორობა არის ესე ვთქვათ ორგანიზაციის შემთხვევაში ეს არის პროგრამა, სადაც გამოცდილი ადამიანი ან ასე ვთქვათ მეტი უნარების, მეტი გამოცდილების მქონე ადამიანი აზიარებს გამოცდილებას. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის, რომ მენტორობა ეფექტურია, მაშინ როდესაც სისტემურ ხასიათს ატარებს. ანუ, როდესაც პროგრამას აქვს ასე ვთქვათ დასაწყისი, დაგეგმვის ეტაპი, მისი გაგრძელება და საბოლოო ეტაპი, ანუ შედეგების შეფასების ნაწილი. თითოეულ ეტაპზე ორგანიზაციამ და ადამიანმა, ვინც პროგრამას მართავს და ახორციელებს, რამოდენიმე კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი. მაგალითად, პირველ ეტაპზე, დაგეგმვის ეტაპზე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და არსებითი კითხვებია ის თუ რატომ უნდა კომპანიას მენტორობის პროგრამის დაწყება, რა არის მიზანი, რისი გაძლიერება, რისი მიღწევა უნდა ამ პროგრამით და საბოლოოდ როგორ შეიძლება შეფასდეს წარმატების ინდიკატორები, ანუ რა არის პროგრამის წარმატების მაჩვენებელი. შესაბამისად, შემდგომ ამის მიხედვით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიხედვით, უკვე იგეგმება პროგრამა, იგეგმება მისი კომპონენტები და იწყება კომპანიაში, ესე ვთქვათ, გამოცდილების, გაზიარების სისტემა, რომელსაც აი ამ შემთხვევაში მენტორობის ფორმა აქვს. ბატონო, მადლობა უღრმესი ამომწყროვე პასუხისთვის. კიდევ ერთ კითხვას მოვაშველებ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა დააიდენტიფიციროს HR-მა, რომ კომპანიაში დგას მენტორობის პროგრამის საჭიროება და ეს მნიშვნელოვნება, როგორ უნდა განისაზღვროს ამ პროგრამის. ბატონო. ანუ ძალიან საინტერესოა ის თუ როგორ უნდა განსაზღვროთ, რომ რეალურად გვინდა თუ არა ეს პროგრამა და რაიმე შედეგის მომდანი შეიძლება იყოს. HR-ები ხშირ შემთხვევაში ბევრ რაღაცებს ვაფასებთ. აი გვაქვს ძალიან ბევრი მეტრიკები და ერთ-ერთი მეტრიკა, ერთ-ერთი საზომი იმის თუ იმის რომ პროგრამის დანერგვა და დაწყება არის მნიშვნელოვანი, შესაძლებელია იყოს ის, რომ მაგალითად გვაქვს რაღაც ვაკანსიები, რომელზედაც სპეციფიური ცოდნა საჭირო და ამ ვაკანსიებს ვერ ვავსებთ, იმიტომ რომ გარე ბაზარი არ გვთავაზობს უკვე მზა ადამიანებს, კვალიფიციურ გუნდის წევრებს, ხო, კვალიფიციურ ადამიანებს, რომელსაც შემდეგ უკვე გუნდის წევრებად გავხდით. მეორეს მხრივ კიდევ კომპანიაში არსებობს რაღაც ცოდნა ამ მიმართულებით, რომელიც ასე ჩაკეტილია კონკრეტულ ადამიანებში. ხო, შესაბამისად ამ ორი ერთეულის გაერთიანებით ადვილად შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ შემოვიყვანოთ დამწყები გუნდის წევრები და უკვე გამოცდილი ადამიანებმა ასწავლონ მათ და გახადონ, ესე ვთქვათ, თავისი რაღაც კონკრეტული მიმართულების პროფესიონალი. ეს არის ერთი ინდიკატორი, ანუ როდესაც დეფიციტური პოზიცია და მისი შევსება ფიზიკურად ვერ ხდება, კვალიფიკაციის და განატანო ცოდნიდან გამომდინარე. მეორე ინდიკატორი შეიძლება იყოს ის, რომ მაგალითად გამოსაცდელ ვადაზე
დენადობის მაჩვენებელი არის ორგანიზაციაში მაღალი, ანუ ადაპტაციის პროცესი ორგანიზაციაში მიდის არასათანადოდ, არაეფექტურად, ამ შემთხვევაში შესაძლოა მენტორინგის პროგრამა იყოს მნიშვნელოვანი და როდესაც მაგალითად არსებობს რაღაც ცოდნა ორგანიზაციაში, არსებობს გუნდი, რომლებიც ასე ვთქვათ, ცოდნის მატარებლები არიან, მაგრამ ამისი გაზიარება არ ხდება, ან არ აქვს ამას სისტემატიური ხასიათი. ბატონო. მადლობა დიდი. რუსუდანსაც მინდა ახლა მივმართო ესეთი კითხვით. ანუ რაღაც გვინდა რომ ვისაუბროთ უფრო რა ღირებულების და მახასიათებლების მატარებლები უნდა იყვნენ მენტორები და თუნდაც HR-ები, როდესაც არჩევენ ამ პიროვნებებს, რა უნდა გაითვალისწინონ ამ შერჩევის პროცესში. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და ვფიქრობ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემას ვეხებით ახლა და ვსაუბრობთ. მე მინდა ხაზი გავუსვა მენტორობის მნიშვნელოვნებას, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, რაში ვცხოვრობთ, ეს არის ცოდნის ეკონომიკა და ცოდნის გაზიარება, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, მე ვფიქრობ და სანამ ვიტყოდე კონკრეტულად ანუ კომპეტენციების თემაზე და კონკრეტულად ანუ მენტორების ღირებულების თემაზე, მაინც მინდა შევეხო ორგანიზაციულ კულტურას, ანუ სად ყვავის, ასე ვთქვათ, მენტორობა და სად შლის ფრთას, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ როგორი არის ორგანიზაციული კულტურა კომპანიაში, რამდენად მხარს უჭერს ცოდნის გაზიარებას, რამდენად მხარს უჭერს სწავლებას და სწავლების კულტურა რამდენად არის წინ წამოწეული. აი ასეთ სივრცეში, სადაც მენტორობის აი ეს ფასეულობები არის ძალიან აქცენტირებული, იქ მენტორობა სულ სხვანაირად ფასდება. და ასე ვთქვათ, მენტორებს კიდე სხვა დაფასება აქვთ ამ სქემაში, ამ სისტემაში. ეხლა რაც შეეხება თვითონ მენტორების ასე ვთქვათ, ღირებულებებსა და კომპეტენციებს, მე დავიწყებ მაინც ფასეულობების თემით და ვახსენე წეღან ახლა ღირებულებები და ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ისე უნდა გამიმეოროს, რომ ცოდნის გაზიარება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ფასეულობა, თუ ადამიანს არ მიაჩნია ეს როგორც ღირებულება და არ აქვს მზაობა და мотиваცია ცოდნა გააზიაროს, აქ რაც არ უნდა კომპეტენციის მატარებელი იყოს, ის ამას უბრალოდ ვერ შეასრულებს. ამდენად პირველ რიგში აი ეს мотиваციები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ასეც ვიტყოდი, აი როცა ვლაპარაკობდი ორგანიზაციულ კულტურაზე, ვერც კი წარმომიდგენია პირდაპირ მე ხა წამყვანი სპეციალისტის ანუ ასე ვთქვათ, აი ამ სტატუსის ნაწილი არის ის, რომ მე უნდა შევძლო, გამოვზარდო სპეციალისტები და მხარი დაუჭირო ამ პროცესს. ასე ვთქვათ, ანუ წამყვანი სპეციალისტობა ნიშნავს კიდეს რაღაც წილად მენტორობას. ეხლა ერთი თემაა, რომ მე ეს ფასეულობა ძალიან მომწონს და მიყვარს ცოდნის გაზიარება და мотиваციაც გამაჩნია ამისი და მეორე ნაწილია ის, რომ თუ რამდენად კარგად შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო, რამდენად შემიძლია, რამდენად გამაჩნია კომპეტენციები, რომ მე გადავცე ადამიანებს აი ეს ჩემი ასე ვთქვათ, ცოდნა თუ ასე ვთქვათ, მივეხმარო მათ პროფესიულ თუ კარიერულ ზრდაში. აი აქ მინდა ახლა შევეხო ყველაზე ჩემი ფიქრით და არა მარტო ჩემი ფიქრით, იმიტომ ნაკლებია ეს სფერო და გამოკვეთილია რამდენიმე წამყვანი კომპეტენცია, რომელიც ეხმარება მენტორებს და მე ვფიქრობ არა მარტო მენტორებს. ვიტყოდი მენეჯერებს, ლიდერებს და ყველას. ნუ ერთ-ერთი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვათ, შევეხები ნდობის ველის შექმნას. აი ეს რაღაცნაირად უნარი, როდესაც მე ვქმნის ანდობის ველს, ანუ სადაც არაკომპეტენტურობის არ ცვენია და შეუძლია აღიაროს ადამიანმა, რომ რაღაცაში არაკომპეტენტურია და მე ვეხმარები და მეც ვაღიარებ როგორც მენტორი, რომ რაღაცაში კომპეტენტური ვარ, მაგრამ რაღაცაში არაკომპეტენტური ვარ და სანდობის ველის შექმნის გარეშე შეუძლებლად მიმაჩნია სწავლება. სწავლების ნაწილია ის, რომ ჩვენ სადღაც რაღაცაში არაკომპეტენტურობა ბუნებრივია არსებობს, ხო? ამდენად ახლა როგორ უნდა შექმნას მენტორმა, ასე ვთქვათ, სანდობის ველი, უამრავი რამ შეიძლება ამაზე ითქვას, როგორ უნდა ააშენოს, მაგრამ რამდენიმე თემა ახლა რასაც მინდა შევეხო. ერთი პატივისცემა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანის ინდივიდუალური საზღვრების, მისი უნარების დანახვა და დაფასება და ასევე წეღად ვახსენე იმის აღიარება, რომ რაღაცა ისე არ გამოვიდა, რაღაცაში ვთქვათ, სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ, რაღაცაში შეგვეშალა. ზოგადად აი ამ ასე ვთქვათ, მოწყვლადობის ჩვენებაც ერთგვარად ქმნის ხოლმე სანდოობის ველს, რომ ჩვენ ყველაფერში უნიკალურები არა ვართ და აი რაღაცნაირად ამ დამოკიდებულებით ეს ველი იქმნება.
რაც შეეხება, ხო, ასევე თქვა სადობას ქმნის ისიც, რომ იყო ავტენტური გულწრფელი. ანუ ეს გულწრფელი იყო შენი შვნაში იქნება თუ შენს უკავშირი. უკავშირი, აქვე მოვაყოლებ ახლა იმას, რომ უკავშირის კომპეტენცია, გაცემის კომპეტენცია ერთ-ერთი კიდევ საკვანძო მომენტი არის. ძალიან ხშირად საუბრობენ ახლა პოზიტიური უკავშირი, კორექტული უკავშირი. მე პირადად ძალიან მომწონს და მიყვარს განმავითარებელი უკავშირი. იმიტომ რომ უკავშირი არის იმისთვის, რომ შენ გაიზარდო მეორე ადამიანს, როცა იღებ ამას და არა იმისთვის, რომ ან ძალიან სასიამოვნო იყოს ყურისთვის უკავშირის მოსმენა, ან თქვათ მაინც-ამაინც კორექტულობა კი ცალსახად ვიზიარებ, რომ ეს ისე უნდა იყოს მიწოდებული და მიცემული ადამიანისთვის, რომ მას პიროვნულად არ იყოს ეს აღქმული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული უკავშირის მიცემა და უკავშირი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საკვანძო კომპეტენცია არის მენტორებისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მარტო მენტორებისთვის. ნუ ეხლა უკავშირთან მიმართებაში მოვაყოლებ აქვე ამას ვიტყვი, რომ აქტიური მოსმენის უნარი. ძალიან მნიშვნელოვანი არის იყოს კარგი მსმენელი, კარგად აღიქვამდეს, ასე ვთქვათ, მეორე ადამიანთან, ასე ვთქვათ, იყოს აქტიური მოსმენის უნარი გააჩნდეს. ეს დობისველსაც აჩენს, პატივისცემასაც აჩენს და ხელს უწყობს ადამიანის ზრდას და განვითარებას. ეხლა რაღაცა კვლევას წავაწყდი ამას წინათ და იქ იყო გამოკვეთილი ერთ-ერთი საკვანძო მენტორობაში ღირებული კომპეტენცია, რასაც ქვია წახალისება გამხნევება. ანუ რაღაც encouragement, რაღაცნაირად ამ წახალისება მენტორის, მენტის. ნუ ხა ვისთვის როგორ? აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გათვალისწინებული იყოს მენტის თავისებურება. ვიღაცა სიტუაციაში შეიძლება შექება უფრო მეტად ეხმარება, ხა მე ვერ ვიტყვი, რომ შექება ვინმეს წყინს, მაგრამ ვიღაცისთვის, რომელსაც ვეძახით ეგრეთ წოდებული, დაჩელენჯება, უფრო მეტად მუშაობს და მეტად ამყოფებს ფორმაში. ამდენად კარგ მენტორს ალბათ მოეთხოვება დაკვირვების უნარიც იმისთვის, რომ კარგად დაინახოს და შეიგრძნოს ადამიანი თუ როგორ სწავლობს, როგორ წახალისდება რა, ეხმარება და აქ ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელი დიალოგი და უკავშირის თემა კიდევ ერთხელ ვახსენებ. ასევე მინდა შევეხო ერთ კომპეტენციას, რომელიც მე მგონი თეონამ უკვე ახსენა დიდ კონტექსტში, ეს არის მიზნებისა და არსებული, ასე ვთქვათ, რეალობის იდენტიფიცირება, რომ მენტორს შეეძლოს კონკრეტულად მენტთან მიმართებაში მიზნების დასახვაზე მუშაობა და როცა ვამბობთ არსებული რეალობა და არსებული კომპეტენციებს კარგად შეიგრძნოს მენტმა, სად აქვს, ასე ვთქვათ, სად ჭირდება კომპეტენციების შევსება, თუ ამას არ აცნობიერებს და ამას არ აღიარებს, ძალიან ძნელია იმუშავა ამ თემაზე, მაგრამ აქ ალბათ კარგი მენტორი ეხმარება, რომ მან მიეხმაროს მენტს და მასთან ერთად მოახდინოს მისი, ასე ვთქვათ, მენტორობის ამ პროგრამაში რა მიზანს ისახავს, რა კომპეტენცია უნდა გაიუმჯობესოს და შეუძლია რომ შეხედოს თავის კომპეტენციებს რეალურად და ობიექტურად. ხო, ასევე მენტორისთვის მნიშვნელოვანი არის კომპეტენცია, რასაც ქვია ინსტრუქტირება, იმიტომ რომ მაინც ეს არის რაღაცნაირად სწავლება და ინსტრუქტაჟის მიცემა და ისეთი ინსტრუქტირება, რომელიც ეხმარება უნარების განვითარებაში. იმიტომ რომ აქ არის ცოდნა და უნარები ერთად, ხო, კომპეტენცია მაგას მოიაზრებს. და მე ძალიან მომწონს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი მენტორის შემთხვევაში, რასაც ქვია რისკების მენეჯმენტი, რისკების მართვა. ანუ რატომ ახლა ეს ხო ცოცხალი პროცესია, სამუშაო პროცესია და მოახდინოს მენტორმა, ანუ ამ პროცესში მენტი რა რისკები, ანუ გაანალიზოს წინასწარ, რომ სად შეუძლია დაიცვას, პრევენცია მოახდინოს, ანუ სად შეუძლია რომ მოკიდოს ველი, სად შეუძლია რომ იფრთხილოს, სად შეუძლია რომ რჩევა მიმართოს. აი, ამაში მხარდაჭერა მიმაჩნია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მენტორისთვის. სხვათა შორის კომპეტენციების ენაზე თუ ვილაპარაკებთ და უნარების ენაზე, მენცაც გააჩნია ეს მომენტი, რომ ვთქვათ ინიციატივიანობა, ანუ გამოიჩინოს ცნობის მოყვარეობა და ინტერესი. ეს რაღაცა ორმხრივი ეს პროცესი არის და ვფიქრობ იმისთვის, რომ წარმატებული იყოს მენტორობა, მნიშვნელოვანი არის, რომ ასე ვთქვათ, მენტორმა ხელი შეუწყოს ამ თვისებების გაღვიძებას მენტში.
ძირითადად მე ვფიქრობ, აი ეს ხო ინსპირაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ მენტორობის შემთხვევაში ინსპირაცია და მაგალითის მიცემა და ინსპირაციის, ანუ აი რაღაცა შთაგონების, ასე ვთქვათ, მაგალითი იყოს მენტორი. იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი პოზიტიური ენერგია, რაც კიდე ამოტივირებს მენს, რომ რაღაცა მეტად ვთქვათ ისწავლოს და განვითარდეს სხვადასხვა კომპეტენციების მიმართულებით და ნუ რაღაცა ისეთი უნარები ჩამოვთვალე, რომ ძალიან იდეალური. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თუ ლაპარაკობთ იდეალურ მენტორობაზე და მენტორობის ყველა ამ კომპეტენციაზე, კომპლექტში ეს თვისებები და კომპეტენციები ძალიან ეხმარება, რომ იყოს კარგი მენტორი. ერთ დავამატებ თქვენის ნებართვით, ანუ ჩვენი გამოცდილებით, ძალიან საინტერესოა და ალბათ მონაწილეებს დაინტერესებთ. ანუ იქ სადაც აი რუსკამ რაც ახსენა მიზნების სწორი დასახვა და ეს მენტორის, ასე ვთქვათ, მოსმენა და მუდმივად პულსეხელის დადება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმ კომპანიებში და იმ პროგრამებში, სადაც იმ შემთხვევებში, სადაც მიზნები იყო წინასწარ განსაზღვრული და მენტისთან, ანუ მონაწილესთან ერთად წინასწარ გავლილი, შედეგები უფრო სწრაფად მიღწევადი იყო. ანუ უფრო მენტიმ, ანუ პროგრამის მონაწილემ, როდესაც იცის რა აქვს მისაღწევი და რა მიზნებზე უნდა გავიდეს, რა შედეგებზე უნდა გავიდეს, რა მიზნებზე გამომდინარე, უფრო სწრაფად ახდენს აი ამის მიღწევას და მენტორისთვისაც უფრო ადვილია, იმიტომ რომ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პროგრამას ვაკეთებ, წინასწარ არსებობდეს, ასე ვთქვათ, გეგმა, რომელთაც მოქმედებს და რომელთაც მუშაობს მენტორი და რომელსაც მიყვება. და მონაწილისთვის, რაც პროგრამის მონაწილისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს რა გეგმით მუშაობს მენტორი და ზოგადად რა არის რა მიზნებია დასახული. ცალსახად ვიზიარებ თეონა, ანუ რასაც ამბობ, პირიქით კიდევ უფრო მეც ვიტყვი, რომ მიზნები და გეგმა და მოლოდინების მართვა ერთგვარ უსაფრთხო ველს ქმნის სწავლებისთვის და სწავლება მაშინ, ასე ვთქვათ, არის სწავლება, როდესაც მე, ანუ არ მაქვს აქ რაღაცა მაღალი რისკები და გაურკვევლობები, ამიტომ ცალსახად ვიცი რა ასელიან ჩემგან და რა მიზნის მიღწევის შემთხვევაში გავხდები მაგათად გუნდის წევრი, ან გავხდები კონკრეტული რაღაც პოზიციაზე დამნიშნავენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან არსებითი და მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ანუ იდეაში ჩემი შემდგომი კითხვის პასუხი რაღაც ნაწილობრივ დაფარეთ ამ საუბარში, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩაგეკითხოთ, ანუ ახსენეთ რამდენიმეჯერ პროგრამის მონაწილეს და მენტორს შორის აი ამ კავშირის დამყარება, ემოციური ბმა და თუნდაც ნდობის ველის შექმნა როგორ უნდა მოხდეს. ამ კონტექსტში, გარდა იმისა, რომ წეგნო ახსენეთ, გეგმა უნდა იყოს პირობითად გაწერილი. კიდევ რა რჩევებს მისცემდით კომპანიის წარმომადგენლებს, თუნდაც HR-ებს, როგორ უნდა წარმატებით როგორ უნდა განახორციელონ დაკავშირება ამ ორი მხარის. შევაჯამოთ რაღაც ნაწილებზე კი ვისაუბრეთ უკვე და ჩარჩოში. მე გავცემ ამაზე პასუხს და თუ გამომჩება რამე თეონა შენს დაამატე, პირველში ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცად, მოდი ვთქვათ, ეს ემოციური ბმა და კავშირი შედგეს და რა ვიცი, შეიძლება ესეთი სიტყვით ეს არის, რომ მომეწონოს, მომანდომოს, ასე ვთქვათ და როგორ შეიძლება შედგეს ეს ალბათ აქ ისევ შემოდის რაღაცა ფასეულობითი ენა, რომ რაღაცნაირად ვაჟღერებ მე როგორც მენტორი აი ამას და ეს რეზონირებს მენთან და ამით რაღაცა კავშირი დგება მენტორსა და მენს შორის. ასევე ვიტყოდი, რომ სამეტყველო ენა, მე რაღაცა მიფიქრია ხშირად ამაზე, როდესაც თქვათ სამეტყველო ენა ძალიან რთულია და მას არ მოაქვს რაღაცა ახლოს ჩემთან ეს როგორც მენს, შეიძლება რაღაცა ბარიერი გამიჩნდეს. რამდენად ეს ახლოს არის ჩემს ენასთან, მე უფრო მეტად შემიძლია ჩავთვალო მენტმა, რომ მე მასთან მეტად მომწონს ესეთი მენტორი. და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ვფიქრობ მენტორობის წარმატებული, ასე ვთქვათ, განხორციელებისთვის ერთგვარი, ასე ვთქვათ, მენტორმა აჩვენოს მისი თავი, ასე ვთქვათ, გულწრფელად მოიტანოს მისი ფასეულობები, ერთგვარად დაანახოს ეს მენს ეს ხელს უწყობს, რომ რაღაცნაირად შედგეს მათ შორის კავშირი. მე უნდა მომეწონოს ჩემი მენტორი და ეს უნდა ვიგრძნო ემოციურად. აი, არ ვიცი სხვანაირად როგორ, აი რაღაცა ურთიერთობა უნდა შედგეს. როცა შედგება, მე ვიგრძნობ ამას აუცილებლად. ანუ მენტი როცა ვარ, მე ვიგრძნობ ამას, რომ მომინდეს და მომანდომოს ეს ყველაფერი. ხო, აი ალბათ ეს არის ჩემთვის პირდაპირ წამყვანი.
ეს არის და ალბათ რაც მანამდეც ახსენეთ რუსკა რომ ანუ როდესაც ეს პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოა, როდესაც მენტორი მიუხედავად მისი კვალიფიკაციისა გამოცდილებისა პატივისცემით ებყრობა მონაწილეს პროგრამის მონაწილეს მოწოდებულ მენტის, ხო? მაშინ ადვილია უფრო, იმიტომ რომ ეს პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო ნდობის გარემოსაც ქმნის და სრულიად გეთანხმება. სრული ტანდემი იქმნება ორი ადამიანის შორის და მიმღებლობაც უფრო მაღალია. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი. ამასობაში Q&A-ის ველი გავხსენი და რამდენიმე კითხვა დამხვდა და მინდა რომ წაგიკითხოთ და რომელიც საჭიროდ ჩართულთ ან ორივე შეგიძლიათ რომ გვეპასუხოთ. მონაწილე გვეკითხება, როგორ უნდა მოვახდინოთ პროგრამის პოპულარიზაცია კომპანიაში, ანუ როგორ გავაძლიეროთ მონაწილეობის სურვილი. მენტორობის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი. მე დავიწყებ თქვენის ნებართვით და მე რუსკაც დამიხმარება თუ რაიმე გამომჩა. პირველი და ესეთი ყველაზე საინტერესო არის ის, რომ როდესაც ვიწყებდით მენტორობის პროგრამას, არის ეს ეტაპი დგება, როდესაც აი მენტის უნდა მოვანდომოთ, მოვახდინოთ მენტორის мотиваცია, რომ დაიწყოს სწავლება და დაიწყოს ცოდნის გაზიარება. ხო ეს ვფიქრობ თანამშრომლობის ჩართულობასთან პირდაპირ პროპორციულად პირდაპირ არის დაკავშირებული და საკმაოდ რთული პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ეტაპზე ადამიანებს სწორად და მკაფიოდ გავაცნობიერებიოთ და მოუყვეთ რა მიზანი აქვს პროგრამას. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს შიშთან დაკავშირებული, რომ ცოდნის გაზიარება ადამიანებისთვის შეიძლება იყოს ნიშანი იმის, რომ ის აღარ გახდეს მე რაღაც ეტაპზე უკვე საჭირო და მენტორი როდესაც ცოდნას აზიარებს, უკვე ის შეიძლება შიშის გრძნობა ჰქონდეს, რომ მე უკვე რაღაც ეტაპზე მისი ესე ვთქვათ დაგროვებული ცოდნა შეიძლება სხვა მისწავლოს და ის უკვე ნაკლებად ღირებული იყოს ორგანიზაციისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი კარგად გავაცნობიერებიოთ მენტორს და ავუხსნათ და გარემოც შესაბამისი შევქმნათ, რომ ეს არის ესე ვთქვათ გამოცდილების გაზიარების და ესე ვთქვათ სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი და რომ გამოცდილების გაზიარება არ ნიშნავს მნიშვნელობების დაკარგვას, არამედ პირიქით. ეს არის პატივისცემის კიდევ უფრო მეტი აღიარების შესაძლებლობა და ადამიანის კიდევ უფრო მეტად დაფასების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია გარდა იმისა, რომ ეს ზოგადი ამოცანები ვთქვათ ორგანიზაცია რა შედეგს და რა სარგებელს მიიღებს პროგრამისგან ადამიანსაც, ეს შეიძლება იყოს პიროვნული სარგებელი, როგორც მენტორისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის. საბამისად მნიშვნელოვანია რომ ადამიანს აუხსნათ მენტორს განსაკუთრებით, რომ ეს არის ესე ვთქვათ პრივილეგია სხვების სწავლება და რომ ეს მათი აღიარების შესაძლებლობაა და ეს არის მათი დაფასების ერთ-ერთი ფორმა. ასევე ძალიან ისეთი საინტერესოა, რომ მენტორობის პროგრამა სასურველია მენტორობის პროგრამას პარალელურად მოყვეს გარკვეული სამოტივაციო სისტემებიც, ხო, რომელიც არ არის აუცილებელი რომ იყოს ფინანსური, არამედ შეიძლება იყოს ეს არამატერიალური სისტემაც, ну შეიძლება იყოს მენტორობის კლუბი, შეიძლება იყოს მათი ასე ვთქვათ გარკვეული ეტაპობრივი შეკრებისა და რაღაც გამოცდილების გაზიარების ფორმები და რამოდენიმე სხვადასხვა ფორმა შეიძლება იყოს მენტორების დამატებითი სამოტივაციო სისტემის შექმნის. ამის თქვა მინდოდა, რაბის თუ დაამატებთ? ერთ დავამატებ, ხო, ვიზიარებ თეონა, რასაც ამბობდა, ცხადია, ეს ყველაფერი სასიკეთოდ მუშაობს. თუნდაც ეხლა ვფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუნდაც მენტორებიც მომზადდნენ უნარებში, ანუ მენტორებისთვისაც არსებობდეს, ანუ საუკეთესო მენტორობა, აი რასაც ამბობ, დანახული იყოს, დაჯილდოებული იყოს, წახალისებული იყოს და ეს ცალსახად უკავშირდება ორგანიზაციულ კულტურას, რომ თუ კი მე მაფასებენ ამისთვის, ეს გამოხატულია ჩემი როგორც მენტორის უნარების დახვეწაში და უნარების გაუმჯობესებაში მეხმარებიან კიდეც, იმიტომ რომ რა უნარებით ჩამოვთვალე კომპეტენციები, ეს არ არის მარტივი კომპეტენციები, შეიძლება ცოდნას ფლობდე, რაც ვახსენე, მაგრამ მე ვერ გადავცემდი ამ ცოდნას ისე კარგად და ისე მნიშვნელოვნად, ისე ხო იმ დოზით. ამდენად ეს მომენტიც ვფიქრობ დაეხმარება თვითონ მენტორების განვითარების პროგრამებიც, რომელიც თქვათ საუკეთესო მენტორობას ასწავლის მენტორებს. კი ბატონო.
მადლობა დიდი. რეალურად თქვენი შემდეგი კითხვა ძალიან ახლოს არის ამ თემასთან, რუსკა თქვენაზეც საუბრობდით. კითხვა არის ესეთი, თქვენი აზრით, რა ტიპის ტრენინგების გავლა იქნება სასურველი მენტორების მომზადების ეტაპზე? ერთ-ერთი მონაწილე გვეკითხება. ხო, იცით რა არის, ახლა ამ კომპეტენციებს რო ვუყურებდი და ვაანალიზებდი, ცალსახად რაც თავში მომდიოდა ყველა ის ტრენინგი, რაც ამ კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობს, მაგრამ ასეთი ჩემთვის შემკვრელი ტრენინგის ფორმატი ჩემთვის არის კოუჩინგი, რომელიც ძალიან ბევრ ამ კომპეტენციას ეხმიანება, თქვათ იგივე მოსმენის უნარს, იგივე თქვათ აი ამ დობისველი შექმნა მიზნის, ანუ მიზნის ფორმულირებას, შედეგების ენაზე, რომ რა უნდა მივიღო, როგორ მივხვდები, რომ მე ამ შედეგს მივაღწიე. Ამდენად კოუჩინგის პროგრამები, აი თქვათ კოუჩინგი მენეჯერებისთვის თუნდაც არის სხვადასხვა ფორმატით, ძალიან კარგად მუშაობს ამ შემთხვევაში და კარგად ეხმარება ამ უნარების განვითარებაში. მათ შორის უკავშირი მისი ერთ-ერთი ნაწილია, ცალკეც შეიძლება უკავშირის სხვადასხვა ტრენინგები არსებობს, თქვათ იგივე ემოციური ინტელექტის ტრენინგებიც მოიცავს ამ კომპონენტს, როგორც შემიძლია მე რომ შევქმნა, ასე ვთქვათ, ემოციურად პოზიტიური ველი, ანუ სწავლების ველი, სანდო დობის ველი და ასე შემდეგ. ძირითადად მაინც აი ამ ტიპის ტრენინგებზე მაქვს აქცენტი თუ გამომჩა რამე ან თუ გავთევნა რამე იდეა ამასთან დაკავშირებით კიდე? ხო, არა, სრულად გეთანხმებით. ერთი კიდევ შეიძლება იყოს ის, რომ სანამ პროგრამას დავიწყოთ მომზადების ეტაპი ვთქვით, ხო? ანუ პროგრამის თავისი ეტაპები აქვს და მომზადების ეტაპზე ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტი არის ის, რომ მენტორის და პროგრამის მონაწილის, მენტის ხმარობ ვიყენებ ხანდახან საუბარში, ნაკლებად ითარგმნება, მაგრამ პროგრამის მონაწილის და მენტორის, ასე ვთქვათ, პროფილების შექმნა, მათი მახასიათებლების განსაზღვრა, ანუ როგორი უნდა იყოს მენტორი და როგორი უნდა იყოს მენტი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა თითოეულ კომპანიაში შეიძლება ეს იყოს ინკლუზიური პროფილი. მაგათაც გარდა იმისა, რასაც რუსკა გვეუბნება, რომ არის ზოგადის უნარები, შეიძლება მას ჰქონდეს კიდევ რაღაც კონკრეტული მახასიათებლები, უნდა ჰქონდეს მენტორს. და ასევე პროგრამის მონაწილესაც, ხო, შესაძლოა მას რაღაც კონკრეტული საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს, ან რაღაც კონკრეტული მიმართულებაში უნდა ჰქონდეს მეტი წიგნის წაკითხული პირობითად. ამიტომ ეს პროფილები მნიშვნელოვანია შეიქმნას და როდესაც პროგრამა იწყება, მერე უკვე ტრენინგ სისტემებიც ამის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, ხო? სადაც დეფიციტია პროფილის, აი მაგალითად თუ პროფილში გვიწერია, რომ ადამიანი უნდა გყობდეს რაღაც ცოდნებს ან რაღაც უნარებს და ხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანი არ შეესაბამება, მერე უკვე ტრენინგის გასაძლიერებელი ნაწილი იქნება ეს. კი ბატონო. კიდევ გვაქვს რამდენიმე კითხვა. პირველ რიგში მონაწილე მადლობას გიხდით, რომ ძალიან საინტერესო ვებინარიაო, გადმოგცადა. მადლობა თქვენ დასწრებისთვის. და კითხვა არის შემდეგი. როდესაც დიდ ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ, 1800-ზე მეტი თანამშრომელი ყავს, გაითვალისწინეთ ამ ორგანიზაციას. თქვენი რეკომენდაცია როგორი იქნება? როგორ მოვახდინოთ დამაჩვა ბრწყალებში მენტის და მენტორის? მენტი მაირჩიოს მენტორი თუ HR წარმომადგენელმა მოახდინოს მენტორის და მენტის დამაჩვა? მადლობა წინასწარ. ეს არის კითხვა. ძალიან საინტერესო კითხვა, გულახდილად რომ გითხრათ, ანუ მე დავიწყებ ხო თუ როგორ იკითხება. მე დავიწყებ მაშინ, ანუ ძალიან საინტერესო კითხვა, ანუ განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში მუშაობს მენტორინგის პროგრამა ძალიან კარგად. ნუ ეს შესაბამისობის, ესე ვთქვათ, განსაზღვრა მენტორისა და მონაწილის შეიძლება იყოს რამოდენიმე ფორმით. კლასიკური არის. კლასიკური მაგალითია, როდესაც უბრალოდ მენტორი უკვე არჩეულია და პროგრამის მონაწილეს მასთან მივიყვანთ, მივავლენთ და პირველი შეხვედრა შეეჩვენა, როგორც HR-ები ან პროგრამის ხელმძღვანელები ვართ ჩართული და მეორე ვერსია არის, როდესაც მაგალითად იქნება მენტორების პროფილი ან მენტორების რაღაც ბაზა და მონაწილეებს ვაძლევთ შესაძლებლობას აერჩიოს ამ ბაზიდან ერთ-ერთი ადამიანი. ეს უკვე მეორე ვერსია ძალიან, ასე ვთქვათ, ფუფუნების საგანია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რამოდენიმე მენტორი უნდა ყავდეს ორგანიზაციას, მსგავსი კვალიფიკაციის და მსგავსი ცოდნის, რომ მენტის შეეძლოს, მონაწილეს შეეძლოს ბევრი რამოდენიმე ვერსიიდან ერთ-ერთის არჩევა. თუმცა იდეალური შემთხვევა შეიძლება იყოს ის, რომ რამოდენიმე მენტორია, მათი ასე ვთქვათ პროფილები არსებობს, მათი გამოცდილებისა და ასე ვთქვათ ცოდნის აღწერა არის, რაღაც კონკრეტული ბაზა არსებობს ამის და მონაწილე ირჩევს რომელიმე მათგანს. და ამ შემთხვევაში უფრო ადვილიც არის სამართავი, თუ მაგალითად შესაბამისობა
პირველი ესე ვთქვათ შესაბამისობა არ მოხდა და ვერ დაიმართა, ვერ მენტორი და მენტი ერთმანეთს ვერ მენტორმა და მენტიმ ერთმანეთს ვერ გაუგეს, მაშინ შესაძლებელია რომ მოხდეს როტაცია მენტორის და სხვა მენტორთან გადამისამართება მენტის პროგრამის მონაწილეს. კი ბატონო, მადლობა დიდი. და კიდევ გვაქვს ესეთი კითხვა, რას მირჩევთ, რომ მენტორად მხოლოდ ლიდერული უნარჩვევების ადამიანი მივიჩნიოთ, ანუ ის, ვისაც ადამიანის მართვის გამოცდილება აქვს, თუ შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირება მოვახდინოთ როგორც მენტორად. მენტორ. Okay. სტიმაშინ პასუხის გაცემას და ანუ ყველაზე მთავარი არის ის თუ რა მიზანი აქვს პროგრამას და რა რისი მიღწევა გვინდა, როგორც თქვით დასაწყისში პირველი და ყველაზე არსებითი კითხვა არის ის თუ რა მიზნის მიღწევა გვინდა მენტორობის პროგრამიდან და რა შედეგზე უნდა გავიდეთ. თუ ერთ-ერთი თუ ჩვენი პროგრამის მიზანი არის ადაპტაციის პროცესში მხარდაჭერა და იგივე ბადი სისტემას უწახიან ან მენტორით მისი ჩანაცვლება ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია მენტორი იყოს ნებისმიერი ადამიანი და უბრალოდ იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს мотиваცია პროგრამაში მონაწილეობის, არის კარგი მოსაუბრე და დაეხმარება ახალი გუნდის წევრს, ასე ვთქვათ, პროცესებში გარკვევაში. თუ მიზანი მენტორობის არის კონკრეტული ცოდნის გაზიარება და ასე ვთქვათ, დეფიციტურ პოზიციებზე, როგორც ვახსენეთ, ადამიანების შევსება და მათთვის ცოდნის გადაცემა, მაშინ მთავარი ამოცანა არის, რომ ვიპოვოთ ისეთი მენტორები, რომლებიც აი ამ ცოდნის კომპეტენციები აქვთ მაღალი და ცოდნის გაზიარების ასევე мотиваცია აქვს. ლიდერული უნარები სინამდვილეში კარგია, მნიშვნელოვანია რომ ადამიანს ჰქონდეს ესე ვთქვათ, კარგი კომუნიკაციის უნარჩვევები და ცოტა ლიდერული უნარებიც, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ იყოს რაღაც ისეთი გამოკვეთილი პოზიციის მქონე ან კომპანიაში რაღაც თანამდებობის პირიქით შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აქვს დიდი გამოცდილება, დიდი ცოდნა და ყველა შემთხვევაში ერთადერთი და განუმეორებელი კომპონენტი არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს мотиваცია და სურვილი იმუშაოს და დაეხმაროს გუნდის წევრს, დაეხმაროს პროგრამის მონაწილეს მიზნების მიღწევაში. მადლობა უღრმესი. იდეაში კითხვა აღარ გვაქვს მეტი, თუ რაიმე ხომ არ არის რისი დამატებაც გინდათ ისე. მაგრამ და შეგვიძლია ბოლოსკენ წავიდეთ ნელ-ნელა, ძალიან ესეთი საინტერესო და მრავლის მომცველი გამოვიდა და კითხვებიც ძალიან საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დამსწრეებს. უბრალოდ შეჯამების სახით უბრალოდ ჩემს კომენტარს ვიტყვი, რომ ძალიან აქტუალურად მიმაჩნია მართლა ახლა ფიქრობდი კარგი გამოცდილების მაგალითებმა რამდენად შეცვალეს ასე თქვა ცოდნის გაზიარების კუთხით ვითარება კომპანიებში და რამდენად мотиваციაზე, ზოგადად მოტივირებულობაზე, რამდენად კარგად მუშაობს მენტორობის პროგრამა და სულ ფიქრობ, რომ ცოდნა არის იმისთვის, რომ გააზიაროს, სხვა შემთხვევაში ცოდნა კარგავს მის, ასე ვთქვათ, ის ხარისხი აღარ არის, ანუ იმიტომ არ გეძლება, რომ ასე ვთქვათ, არ გააზიარო. შესაბამისად მენტორობა ამ პროცესს ნამდვილად ხელს უწყობს. და მეც ვიტყვი მცირე შეჯამებას გავაკეთებ მენტორობის პროგრამა ასევე ვიტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თამდევი ესე ვთქვათ ძალიან დიდი ეფექტი აქვს მას გარდა იმისა, რომ მაგალითად დეფიციტურ პოზიციების შემავსებელი, ანუ დეფიციტური პოზიციების შევსების ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, გარდა იმისა, რომ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ადაპტაციის პროცესის მხარდამჭერი, მას ასე ვთქვათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თამდევ კომპონენტებს ძალიან კარგად ეხმარება, იმოგადად ეს არის ჩართულობის მაჩვენებლის და თანამშრომლობის კმაყოფილების ზრდა, იმიტომ რომ ეს დაფასებული და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა, იმიტომ რომ თუ გუნდში ყავს ადამიანი, რომელიც ვთქვათ არის უკვე ძალიან დიდი ხანი ჩვენი გუნდის წევრი, ან აქვს უკვე ძალიან დიდი გამოცდილება და მას
მას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ არ იყოს დამკვირვებლის პოზიციაში, არამედ დამკვირვებლის პოზიციიდან გადავიყვანოთ მენტორის, მასწავლებლის პოზიციაში, ეს ყველასთვის ძალიან კარგი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს და კომპანიაში, ესე ვთქვათ, იმიჯურად, განწყობის, კულტურის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ის გვამინდოდა. მადლობა დიდი თეონა რუსკა, ძალიან საინტერესო ვებინარისთვის და ჩვენს მონაწილეებსაც რა თქმა უნდა ჩართულობის და კითხვებისთვის. იდეაში შეგვიძლია დავასრულოთ მაშინ. დაგეშვიდობებით ყველას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. დიდი მადლობა და ნახვამდის.